როგორც ხედავთ, სასწრაფოში უკვე საკმაოდ აქტიური დილა დაიწყო. ეხლა მითხრას, რომ იწყება გადაბარების პროცესი. ძალიან მაინტერესებს როგორი პროცესია და წამოდით ერთად ვნახოთ. დილა მშვიდობისა, როგორც იცით, თქვენ იყავით მორიგე ექიმი. ეხლა რა პროცესი არის? ეხლა არის ახალ ბრიგადასთან გადაბარების პროცესი, ახალი ინვენტარი, შევსებული ინვენტარი, მედიკამენტების ყუთი უნდა გადავცეთ ახალ ბრიგადასთან, რომელიც უკვე სამუშაო მზადყოფნაში იმყოფება. 910 ბრიგადა, რომელია ჟანგბადები დატენილია, აგერ რაცია, ტელეფონი. ყუთი რა მანქანაში? მანქანაში დიდი ჟანგბადებიც დატენილია, პატარები შეცვლილია, ყუთი მზად არის 16 ყუთი მზად არის, აგერ მედიკამენტების ის ყუთი სტერილიზატორი. აქ არის ანტიჰიპერტენზიული, სპაზმოლიტიკური ყველა საშუალება, რეანიმაციული ღონისძიებებისათვის აუცილებელი მედიკამენტები. შვიდ მორიგეობას გისურვებთ. აბა. დილა მშვიდობისა. ეს რა ოთახია? ეს არის სამზარეულო. და აქ ისვენებთ ხოლმე, როცა ანუ გამოძახებებამდე ან თუ გვაქვს დრო ვისვენებთ. ბრიგადა მოვიდა დაზარალებულთან, მორიგეებმა თავისი საქმეები შეასრულეს და რაც მთავარია, პაციენტი კმაყოფილია. იცით რა მაინტერესებს, ეხლა აი მანქანაში რა ხდება? თან დავგვათვალიერო თუ შეიძლება. მოწდება მედიკამენტების რაოდენობა, იფსება ყუთი, ვამოწმოთ კარდიოგრაფის მდგომარეობას, დეფიბრილატორის მდგომარეობას, რამდენად დატენილია და რამდენად ყოფშია მუშაობისთვის, ჟანგბადების მაჩვენებელს. და ყველაფერი წესრიგში მოყვას, რომ შემდგომმა ბრიგადამ ეფექტურად იმუშაოს. მოკლედ ესეთი აქტიური დილა იყო სასწრაფოში. მინდა გირჩიოთ, რომ ნებისმიერ წვრილმაზე ნუ გამოიძახეთ ამ ბრიგადას, იმიტომ რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანი სხვა გამოძახებებიც აქვს. თუ კი სიცხე დაგიწევთ, უბრალოდ გაისინჯეთ სიცხე. მე დროებით გემშვიდობებით.